ჩვენ მიმყოფებით ყოფილი კლარა ცეტკინის ქუჩაზე, ამჟამად წინამძღვრიშვილის შეიცვალა წყობილებები. კლარა ცეტკინი თქვენ კარგად მოგეხსენებათ იყო ერთ-ერთი მონაწილე სოციალისტური რევოლუციის გამარჯვებისა და ამიტომ ჩვენ ახალ წყობილებას არ შეეფერება და ჩვენ ქალაქს ასეთი სახელების ქუჩები ჰქონდეს. კლარა ცეტკინი ასოცირდება საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვასთან. ჩვეულებრივ თქვენთვის როგორია 8 მარტი? 8 მარტი ეს დაწესდა ვითომ აპტალებენ სოციალისტებს, მაგრამ ეს ევროპაში დამყარდა პირველად. დაარსდა უფრო სწორად ქალთა საერთაშორისო დღე. ყველა მამაკაცი აღნიშნავს და ლამაზ მანდილოსებს, ჩვენ ჩუქნით ყვავილებს, საჩუქრებს ასე შემდეგ. ეხლა განსაკუთრებულად არ ვემზადები, მაგრამ წინა დღეს ვემზადები და ვარჩევ საჩუქრებს ჩემი ოჯახის წევრებისათვის და ჩემი საყვარელი ადამიანებისათვის მათი გემოვნების მიხედვით. ყველაზე გამორჩეული საჩუქარი ეს იყო 10 წლის წინ მივაგდიეთ ქალბატონს, რომელიც სიძველეებისადმი ძალიან დიდი მოყვარული იყო საფრანგეთში არსებული ფაბრიკის ბაკარას ტიპის საყვავილე ბაზა. ყველა მამაკაცისთვის ქალი ასოცირდება როგორც მისი ერთგული პარტნიორი და საყვარელი ადამიანი. დიდი ზეიმია ჩემთვის. ქალი ვარ და ვგრძნობ რომ ქალი ვარ. მაინც იმ დღეს ვგრძნობ. ხანდახან როცა კაი ხასიათზეა ჩემი მეუღლე დავდივართ სადაც რესტორნებში ან ბარებში. ადრე იყო მასე, მაგრამ ეხლა უკვე დავბერდით და ერთადერთი სიხარული არის კაი ვარდები, კაი მილოცვები და მეგობრებისგან კაი სიტყვები. მთავარია მშვიდობიანი ქვეყანა და მთავარია გულში იყოს მშვიდობა და სისუფთავე. ჩემთვის კლარა ცეტკინის ქუჩაა და თქვენი დაობისთვის წინამძღვრი. კლარა ცეტკინი რევოლუციონერი. ჯორჯენა რევოლუციონერი. მაგრამ ქალი იყო და უბრალოდ 8 მარტს პასმერდა. ამაზე რა თქმა უნდა ქალებისთვის ეს ძალიან სიამოვნების გზნობა, სიამაყის გზნობა, მაგრამ დღევანდელ დღეს ცოტა გაწირებამ და სიღარიბამ უმნიშვნელობამ და აი როგორც ქალი მე მანდილოსანი, აი უკვე აღარ მიხარია იმდენად თანაც მithumetes წვივი ქალი ვარ 3 წელიწადია. აი ეს უნა გავდივა და ვირჩევდა. ეს ჩვენთვის დიდი თამაყაროობა, მაგრამ რა ვქნა? თამაყარობის გამო იძულებული ვარ ასე ხელს ვერ გავისვერ რომ მომეცი ვერ ვიმათხოვებ. თამაყარობის ამარა და ისე ვარჩია ურნაში ვიქეთო და ოთლები, ნივთები, დასაცველები და მიმართ მწრავსიდე და ვასაგებ ამას და ამით ვცემ კარგზე 2 წელი გავხატე გავიღალ. მაგრამ მაინც ვცდილობ რომ ქალური გზნობით არ დავეცეს სულიერ. ბედნიერი ვიყავი, 3 ვაჟიშვილი მყავდა, ძალი, შვილები, ნაღლა. ღარიბები ვიყავით, მაგრამ თბილისი ღარიბა და ჩემი მეუღლე მამა არ დამიჯერებ, დამიჯერებ ყვავილისა და რაღაცა სტუნამო მიყვარდა ძალიან და სტუნამოთი მომწამოწოდა და ლოყაზე ვაკოცები. ამიტომ ყველაზე ძალიან მეის მხარი აი ბაბათის მაგრამ მართალია ძალიან მიდის, ძალიან ღარიბი ვარ, მაგრამ მაინც ვამაყობ ჩვენი ხელისუფლება. იცი რატო? აი ძალიან მალე შეიცვალა ყველაფერი, გალამაზდა ქალაქი. რო გავდივარ ქუჩა, აი შენობებს შევიყურებ სიამოვნებას, ეს მომავალი ჩემი შვილებისა და პროფესორის არის ეს ყველაფერი. ჩემი შვილები თავხარებ, კარგი შვილები მყავს, სამსავებითი, ერთი მუსიკოსი მყავს, ერთი დიზაინერია, მესამე საინჟინრო დავამთავრებული, თვითშვილიც არის ხირითაც ცხოვრობს, მაგრამ ამ შვილებითა და შვილიშვილები თავხარებ და კიდე აი იმითაც თავხარებ, რომ მაგ რაღაცა, ჩემი ლუყმა. აი ჩემი ლუყმას და შვილებს არ დავაწყებ, ისერგემეთი ამით ვიქენ თავს და მაინც გულს არ ვიტეხა, მაინც ბედნიერათა ვგნობ თავს. იყო კომუნისტი გერმანელი. კლარა ცეტკინი. 8 მარტი
ზემია ჩვენი, მაგრამ ქალებს ყოველ დღე ეკუთვნით, რატომ არის გამორჩეულად არის ყოველდღე არის ქალებისთვის. ქალია დედა, მომავალი, დაიწყება. გარაცეთკი მე არ არა. მე უფრო ეკლესიურ დღესასწაულებს აღნიშნა, ვიქნებთ. ქალი ყოველთვის ქალია, ნებად. ერთი დღე თარგანისაზღვრება ქალის დღე. ჩემთვის პირადად ასოცირდება ყოჩივარდებთან და იებთან, რომელსაც სკოლაში ჩუქნიდნენ ძირითადად ჩემი კლასელი ბიჭების დედიკოები. ყველაზე მეტად გამახარებდა ჩემი შვილების საჩუქარი, რომელიც პრინციპში დღევანდელ სიტუაციაში 3 მარტით შეიცვალა და ჩემი პატარა გოგონა რაღაცებს მიხატავს ხოლმე.